ოპოზიციის კრიტიკული გამოხმაურების პარალელურად ირაკლი კობახიძის მიერ Deep State-თან დაკავშირებულ განცხადებას მისივე გუნდის წევრები დადებითად აფასებენ. მათივე თქმით, გარე ძალები ოცნებას პრორუსულ ხელისუფლებად წარმოაჩენენ და მის წინააღმდეგ მოქმედებენ. ირაკლი კობახიძემ Deep State-ის გავლენებზე სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა და პარალელურად ოპოზიციის კრიტიკასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება Deep State-ის კარგად აპრობირებული მეთოდია. როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, საქართველოში არსებულ კამპანიაში Deep State ჩართული ყავს როგორც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია და NGO-ები, ასევე მათი გარე პატრონები. კობახიძის განცხადებითვე ისმის ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის რუსული კავშირების შესახებაც, რომლის დამადასტურებელი ფაქტებიც არავის წარუდგენია. როგორც იტყვიან, გარედან გაკეთებული ყველა უსამართლო განცხადების უკან დგას სუყეთ გადახდილი თანხები ან Deep State-ის გავლენები, ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის ნაქურდალი ფულით დაპოსტილ ჯო ვილსონის დაპოსტილ ასე ვთქვათ შეტევებზე გვაქვს საუბარი და არა მხოლოდ თუ სხვა განცხადებების უკან ჩვენ ამ შემთხვევაში ფაქტებით ვერ ვადასტურებთ მათ კავშირს ნაციონალურ მოძრაობასთან თუ სხვადასხვა პოლიტიკურ გავლენებთან და ინტერესთან იმასთან დაკავშირებით რომ საქართველოს იყოს ჩართული ომის პროცესებში ეს არ ნიშნავს რომ ეს კავშირი არ არსებობს. თურმე Deep State-მა დაამარცხა ყველა ამერიკის პრეზიდენტი, Deep State-მა დაამარცხა ევროკავშირი, დაამარცხა ევროპარლამენტი და ვერ დაამარცხა მდინარაძე და კობახიძე. ხო, მართლა სასაცილოა თავის რაღაცა ხიხო ივანიშვილი. ესენი ვერ დაამარცხა Deep State-ი და Deep State-მა და დანარჩენი ყველა დაამარცხა Deep State-მა. ხო და ვინც ამას იჯერებთ, არ გცხვენიათ? საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის შესანარჩუნებლად და ევროპის მიერ მიცემული რეკომენდაციების შესასრულებლად ვადა აგვისტოს ბოლომდე აქვს. ოპოზიცია ოცნების საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს. გახარია საქართველოსთვის ლიდერის ანა ბუჩუკურის განცხადებით ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოსთვის ევროპასთან ერთადერთი ბმა და ვიზების დაწესება ქვეყნის სრულ იზოლაციას გამოიწვევს. გირჩის ლიდერის სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით იმედი აქვს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში შესასვლელად ვიზები არ დასჭირდებათ, თუმცა მისივე თქმით მიმდინარე პროცესების მომავლოდ იმედის მომცემი არ არის. პარალელურად მართველი გუნდი დასავლეთის ულტიმატუმს საშინაო პოლიტიკაში ჩარევად მიიჩნევს. პარლამენტარი ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტის საფრთხე არ არსებობს და ქართული ოცნება ქვეყნის გამართული მუშაობისთვის ყველაფერს აკეთებს. ჯანსაღი აზროვნება ჭირდება იმას, რომ რაც თქვა ირაკლი კობახიძემ გაიგოს სწორად. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ვიზა ლიბერალიზაციამ რა თქმა უნდა გაამარტივა შრომითი მიგრაცია, რის შედეგადაც თავისთავად გაიზარდა მიგრანტების რაოდენობა. რაც შეეხება იმას, თუ რა ვსთავაზობთ საქართველოს მოქალაქეებს, ვინც საზღვარგარეთ მუშაობენ, ეს არის გაორმაგებული და გასამაგებული ეკონომიკა. შესაბამისად, ვთავაზობთ იმას, რომ საკუთარ სამშობლოში მათ ექნებათ ყველანაირი ხელშეწყობა, რომ იშოვონ და იპოვონ ღირსეული სამუშაოდ. არანაირი რეალური საფრთხე არ არის ეს ერთი და მეორე, საქართველოს ხელისუფლებასაც შეუძლია იმისთვის, რომ სწორედაც უვიზო მიმოსვლას არანაირი საფრთხე არ შეექმნას, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს ერთის მხრივ, რომ ამ სისტემის ფუნქციონირებას არ შეექმნას საფრთხე და მეორეს მხრივ დაცული იყოს საქართველოს ეროვნული ინტერესები. ამ ოქროს შუალედზე გადის საქართველოს ხელისუფლება წარმატებით მრავალი წლის განმავლობაში. უვიზო მიმოსვლა დღეს არის საქართველოს მით უმეტეს იმ პირობებში, როცა ანტიევროპელი მთავრობა ყავს. ერთადერთი პოლიტიკურ სამართლებრივი ბმა ევროპასთან. ესეც თუ დავკარგეთ მეგობრებო, ეს არის საქართველოს სრული იზოლაცია. ვის აწყობს საქართველოს სრული იზოლაცია? რუსეთს. რუსეთის ინტერესს ასრულებს იდეალურად კობახიძე და მისთანანი, ხო? მეგონი ქართულმა ხალხმა არაფერი არ დააშავა, ისეთი რომ ეს სანქცია, ასე გაგლება იყოს მიღებული. მეორე მხრივ ნებისმიერ შემთხვევაში ამაზე რომ საუბრობენ და 10-ზე მეტი ქვეყნის მთავრობა რომ განწყობილია ეს შეზღუდვა დააწესოს, ეს უბრალოდ მიუთითებს იმას, რომ როგორც მინიმუმ წისვლა არ გვექნება არანაირი ევროინტეგრაციის მიმართულებით. და იმედია ეს ყველაფერი რაღაცნაირად საბოლოო ჯამში აისახება ქართული ხალხის აღქმებში, ისე რომ სხვა მთავრობა გვყავდეს, რომელიც ასეთ საფრთხეებს არ დააყენებს ჩვენი ქვეყნის წინაშე. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიცია ისევ ვერ თანხმდება. არჩევნებში მონაწილეობას გაერთიანებული ძალებით გეკმავს პარტია ლელო ძლიერი საქართველოსთვის და გახარია საქართველოსთვის. ოპოზიციის ნაწილი კი ისევ ბოიკოტში რჩება. გახარია საქართველოსთვის წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებით, ლელოსთან ერთად საერთო კანდიდატების წარდგენას არ ჩქარობენ და ამისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადას სექტემბრის დასაწყისამდე გამოიყენებენ. გირჩის ლიდერის სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით კი პარტიების გახარია საქართველოს
საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველოსთვის გაერთიანება უშინაარსოა და მათი ტანდემი რეალურ შედეგს ვერ გამოიღებს. ქართული ოცნების წევრი ლევან მახაშვილი ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს და მათ მიმართავს, რომ პოლიტიკური სპეკულაციები შეწყვიტონ. მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლების ოპონენტები დამარცხდებიან. თქვენ იცით, რომ საქართველოს კანონმდებლობით ჩვენ სექტემბრის დასაწყისამდე გვაქვს ვადა კანდიდატების წარდგენის ცესკოში ოფიციალურად. რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ იმ ვადას, რაც კანონმდებლობით გვაქვს მონიჭებული. და რატომ? იმიტომ რომ მაქსიმალურად კარგი ყველასთვის მისაღები კანდიდატები შევარჩიოთ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამ დროს გამოვიყენებთ. ლელოს და გახარიას გაერთიანება გალილეო ალბათ ყველაზე უშინაარსო გაერთიანებაა ჩვენ პოლიტიკაში, იმიტომ რომ არც რაღაც იდეური ერთობა აქვს, არც არაფერი, უბრალოდ გახარიებმა დაკარგეს თავისი ლიდერი, ფული არ აქვს, ლელოს ფული აქვს და აი ამ რაღაც ლელოს ფულის იგივ გაერთიანდნენ პლუს დამატებითი ზიანი რაც ლელო მიიღო რეპუტაციული ამ შესვლა შესვლის არჩევნებში გასვლა არ გასვლის კამპანიის დროს გაანებონ აი რაღაც პოლიტიკურ მატრაკვეცობას თავი, რაღაცას ვაღიარებ, რაღაცას არ ვაღიარებ, მე ამას ვცნობ თუ იმას არ ვცნობ. მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, სხვა შემთხვევაში წინასწარ შეგვიძლია უთხრათ, რომ ისინი არჩევნებში დამარცხდებიან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პარტია დროას დამფუძნებელი და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მისი და მისი პარტიის საბანკო ანგარიშები დააყადაღეს. ხოშტარია ქართულმა სასამართლოებმა არაერთხელ დააჯარიმეს, მათ შორის ერთ-ერთი ბოლო ჯარიმა პოლიციელებისთვის მონის დაძახების გამო დაეკისრა. პოლიტიკოსი არ ესწრება მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებსაც. წარმოუდგენელია, რომ ელენე ხოშტარია მითანამშრომლობს ქართულ და საქართველოს სახელმწიფოს ინსტიტუციებთან, იმიტომ რომ ის თანამშრომლობს რუსულ სპეცსამსახურებთან, ის ფინანსდება რუსული სპეცსამსახურებისგან, რუსული ბიუჯეტისგან იღებს დაფინანსებას და ამის ფონზე, რა თქმა უნდა, არავის არ გვექნება იმის ილუზია, რომ მან რაიმე ქართული შეინარჩუნოს და ამ სახელმწიფოს რამე ფორმით პატივი სცეს. ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი 25 ივლისს გამოცხადდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 საათზეა დანიშნული. ამ დღეს ბრალდებულმა საბოლოო სიტყვით უნდა ისარგებლოს, რის შემდეგაც მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი განაჩენს გამოაცხადებს. ბოლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20 წლამდეან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებით, ეგრეთ წოდებული ჩადებული ნარკოტიკი როგორ ამოიღეს მათ და აქამდე ხელში ჰქონდა თითქოს ექსპერტის დასკვნა, რომ ეს ბიოლოგიური მასალა იყო გიორგი ახობაძის, რომელიც გაბათილდა ჩვენივე დასკვნით, სამხარაულის საექსპერტო დასკვნით, სადაც დასტურდება, რომ ბიოლოგიური მასალა, რაზეც თქვენს რომ იყო გიორგის დნმ, ეს არის ნერწყვი და შესაბამისად დადასტურდა ის, რასაც პირველი დღიდანვე ვიძახდით, რომ გიორგი ახობაძის პირის ღრუდან ხელოვნურად ძალის გამოყენებით აიღეს კონკრეტული ბიოლოგიური მასალა და ეს იყო ნერწყვი, გვჯეროდა დარწმუნებული ვიყავით თამაში და სწორედ ნერწყვი ბიოლოგიური მასალა დაიტანეს ეგრეთ წოდებული ჩადებული ნარკოტიკის შესაფუთ მასალაში. გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპის ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვის სიქითა ტერიტორიების საკითხებში სტივენ დაუთმა ქვეყნის პარლამენტის წევრის ვენდი მორტონის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ქართული ოცნების მთავრობის მიერ ოპოზიციური ხმების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ განხორციელებული მზარდი რეპრესიებით ღრმად შეშფოთებულია. კითხვაზე გადადგამს თუ არა მისი უწყება ნაბიჯებს საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად დაუთმა აღნიშნა, რომ 11 ივლისს ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით საგარეო საქმეთა მინისტრმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები დაგმო. მანვე ქართულ ოცნებას კურსის შეცვლისა და საქართველოს მომავლით დაინტერესებულ ყველა მხარესთან ინკლუზიურ ეროვნულ დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდა. კრემლი რუსეთ-უკრაინის დელეგაციების მორიგ შეხვედრასთან დაკავშირებით საკუთარ მოლოდინებზე საუბრობს. კრემლის პრესპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სტამბოლში უკრაინასთან დაგეგმილი მორიგი მოლაპარაკებებისას მოსკოვს გარღვევის მიღწევის იმედი არ აქვს. მისივე თქმით, რუსეთი მზადაა თავისი ინტერესების დაცვა გააგრძელოს და დასახულ მიზნებს მიაღწიოს. მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა სტამბოლში 23 ივლისაა დაგეგმილი.